გამარჯობა, მე შმაგის სამხარაზე ვარ და ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ მესამე ეპიზოდი მის მინეზე. წინა ეპიზოდის გამოშვება გადავდე, რადგან საქართველოს ამ დღეებში ემშვიდობებოდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და საზოგადოება სრულიად სხვა ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გადავწყვიტე ეს ეპიზოდი სრულად ამ საკითხს დავუთმო, თუ როგორ იყენებს რუსეთი ეკლესიას და რელიგიურ თემებს გავლენის გასაძლიერებლად. დღეს ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად განიხილება საკითხი, თუ ვინ იქნება ახალი პატრიარქი. ხშირად გვესმის, რომ უკვე არსებობს მემკვიდრე და ეს არჩევანი წინასწარ არის განსაზღვრული. საუბარია მოსაყდრე შიო მუჯირზე. მაგრამ მოსაყდრე ავტომატურად არ ნიშნავს მემკვიდრეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ირჩევს წმინდა სინოდი, ეპისკოპოსთა კრება. ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება და არა ერთი ადამიანის არჩევანი. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა ხდება დღეს, საჭიროა დავუბრუნდეთ ისტორიას, რა გააკეთა რუსეთის იმპერიამ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებით. საქართველოს ქრისტიანობა ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში მიიღო და ქართული ეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო არამხოლოდ სულიერი, არამედ სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. რუსეთში პეტრე პირველის დროს გაუქმდა პატრიარქობა და ეკლესია მთლიანად დაექვემდებარა სახელმწიფოს. შეიქმნა წმინდა სინოდი, რომელიც გახდა ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო, თუმცა რეალურად მას აკონტროლებდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული ობერ-პროკურორი, ანუ საერო პირი. ამგვარად, ეკლესიამ დაკარგა დამოუკიდებელი მმართველობა და იქცა სახელმწიფო სისტემის ნაწილად, რომელსაც ხელისუფლება პირდაპირ აკონტროლებდა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველოს დაიპყრო, ხოლო 1811 წელს გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ დაიწყო ეგზარქოსობის პერიოდი, როცა ქართული ეკლესია რუსული სინოდის დაქვემდებარებაში გადავიდა და მას მართავდნენ რუსეთიდან დანიშნული სასულიერო პირები. ამ პერიოდში ეკლესიაში შემოიღეს რუსული ენა, შეიზღუდა ქართული ტრადიციები, შეიცვალა ლიტურგია და ეტაპობრივად მიმდინარეობდა ქართული ეკლესიის იდენტობის შეცვლა. ეს იყო არამხოლოდ რელიგიური, არამედ კულტურული და პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დიპტიქში, ანუ ავტოკეფალურ ეკლესიათა ოფიციალურ რიგითობაში მეხუთე ადგილი ეკავა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების შემდეგ, თუმცა რუსეთის იმპერიის მიერ 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ჩაგვანაცვლა რუსეთმა და გადავედით მე-6-ზე, რაც პირდაპირ უკავშირდება იმპერიული ჩარევის პოლიტიკას. ავტოკეფალია აღდგა მხოლოდ 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კირიონ მეორემ, რომელიც გახდა დამოუკიდებელი ქართული ეკლესიის პირველი კათოლიკოს პატრიარქი. მოგვიანებით კი ამბროსი ხელაიამ გააგრძელა ბრძოლა ეკლესიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მიუხედავად რეპრესიებისა და დევნისა. საბჭოთა პერიოდში ეკლესია კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასობით ტაძარი დაიხურა ან განადგურდა, სასულიერო პირები იდევნებოდნენ და რელიგიური ცხოვრება მკაცრად იზღუდებოდა. ახლა კი იმაზე, თუ რა ნარატივებს იყენებს რუსული პროპაგანდა ქართული ეკლესიის დაქვემდებარებისთვის, რათა გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ხშირად გვესმის ერთი და იგივე თეზისი, ერთმორწმუნეობა, რომ საქართველო და რუსეთი ვართ ერთმორწმუნე ქვეყნები და სწორედ ეს უნდა განსაზღვრავდეს ჩვენს ურთიერთობას. მაგრამ მოდი ვნახოთ, რას გვიჩვენებს ისტორია. რუსეთის იმპერიის პერიოდში საქართველომ დაკარგა ეკლესიის დამოუკიდებლობა, გაუქმდა ავტოკეფალია, ეკლესია დაექვემდებარა რუსულ მმართველობას და დაიწყო მისი რუსიფიკაცია. ეს არ იყო თანასწორი ურთიერთობა და ეს არ იყო სულიერი ერთობა, ეს იყო დაქვემდებარება და კონტროლი. შემდეგ მოდის საბჭოთა პერიოდი, სახელმწიფო, რომელიც ოფიციალურად იყო ათეისტური. ამ დროს იკეტებოდა და ნადგურდებოდა ტაძრები, იდევნებოდნენ სასულიერო პირები, ეკლესია მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. ქართველი პატრიარქები და სასულიერო პირები ხშირად ხდებოდნენ დევნისა და რეპრესიების მსხვერპლი. და აქ ხდება ძალიან მარტივი კითხვა. თუ ეს იყო ერთმორწმუნეობა, მაშინ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? რატომ უქმდებოდა ეკლესიის დამოუკიდებლობა? რატომ იდევნებოდნენ სასულიერო პირები? ერთმორწმუნეობას იყენებენ აქტიურად, რომ შეიქმნას განცდა, თითქოს საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის რუსეთთან ერთად და არა იმ ცივილიზაციურ სივრცეში, რომლისკენაც საქართველო ისტორიულად ისწრაფოდა.
ხშირად ეკლესიის თემაზე საუბრისას ჩნდება კიდევ ერთი მიმართულება კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის დაპირისპირება. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ჩანდეს როგორც შიდა საეკლესიო საკითხი, მაგრამ რეალურად ამას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს. თუ გადავხედავთ რუსულ საინფორმაციო სივრცეს, ნახავთ რა ტონით საუბრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე. მას უწოდებენ დასავლეთის აგენტს, მართლმადიდებლობის დამანგრეველს და ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმე ფორმულირებებსაც იყენებენ. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკიდურესად მკვეთრი და შეურაცხყოფელი ტერმინებით იყო მოხსენიებული. კერძოდ, მას უწოდეს ანტიქრისტე მანტიაში და ასევე გამოყენებული იყო ფორმულირება ეშმაკი სხეულში. ახლა კი იგივე ტონი და იგივე სიტყვები უკვე ქართულ სივრცეშიც ჩნდება. ხედავთ იგივე ბრალდებებს, ერესი, წვალებლობა, განდგომა. იქნება შთაბეჭდილება, რომ ეს ტექსტები პირდაპირ არის გადმოტანილი, ზოგჯერ თითქმის სიტყვა-სიტყვით. ამ კონტექსტში ხშირად გამოიყენება კიდევ ერთი სიტყვა ეკუმენიზმი. მას წარმოაჩენენ როგორც რაღაც უარყოფითს, როგორც საფრთხეს, თუმცა რეალურად ეკუმენიზმი ნიშნავს დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის. სწორედ აქ ჩნდება საინტერესო პარალელი პოლიტიკასთან. თუ დავაკვირდებით, როგორ მოქმედებს რუსეთი პოლიტიკაში, დავინახავთ ძალიან კონკრეტულ სურათს. რუსეთი ცდილობს დაასუსტოს ევროპული კავშირი, აფინანსებს ევროსკეპტიციზმს, აძლიერებს დაპირისპირებებს, ცდილობს დაარღვიოს ერთიანობა. იგივე ხდება ნატოსა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებშიც. მთავარი მიზანია, რომ ევროპასა და ამერიკას შორის გაჩნდეს ბზარი. ახლა კი შევხედოთ ეკლესიის თემას. აქაც იგივე ლოგიკა მუშაობს. როგორც პოლიტიკაში იყენებენ ტერმინს გლობალიზმი ნეგატიურ მნიშვნელობით, ასევე ეკლესიის თემაში გამოიყენება სიტყვა ეკუმენიზმი. კონსტანტინოპოლის ეკლესია წარმოდგენილია როგორც ეკუმენისტური, რაც მათ ინტერპრეტაციაში ნიშნავს რაღაც საფრთხეს, გადახვევას, არასწორ გზას, ხოლო მოსკოვი როგორც ტრადიციული, სწორი და სუფთა. ანუ იქ, სადაც შეიძლება არსებობდეს კომუნიკაცია და ურთიერთგაგება, წინ წამოწეულია დაპირისპირება და დაყოფა. და აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ გავიხსენებთ საქართველოს პოლიტიკურ გამოცდილებას, როდესაც საქართველო აქტიურად მოძრაობდა ევროპული კავშირის და ნატოს მიმართულებით, ამას მოჰყვა ზეწოლა, კონფლიქტები და პრობლემები ტერიტორიულ საკითხებზე. დღეს კი მსგავსი ლოგიკა უკვე ეკლესიის თემაშიც ჩანს, როდესაც საუბარია კონსტანტინოპოლთან დაახლოებაზე, ან მაგალითად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე, ჩნდება მინიშნებები და შეფასებები, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი და პარალელურად ჩნდება ძალიან კონკრეტული რისკები, რომ ეკლესიური საკითხებით შეიძლება გამოყენებული იყოს ზეწოლის ინსტრუმენტად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ პოლიტიკაში ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა არის ტერიტორიული საკითხი, ეკლესიის სფეროში იგივე ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს რელიგიური თემები. ეს უკვე გავს შანტაჟის მექანიზმს. მესეჯი ძალიან მარტივია. თუ მიდიხარ ერთი მიმართულებით, შეგექმნება პრობლემები. როდესაც რწმენა და ეკლესია გამოიყენება ზეწოლის ინსტრუმენტად, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ სარწმუნოების საკითხი. ეს არის პოლიტიკა სხვა ფორმით. საუბრობენ ერთმორწმუნეობაზე, ცდილობენ დაგვაშორონ კონსტანტინოპოლს და გარე სამყაროს, მაგრამ სრული სურათისთვის ამ რუსულ ტორტს აკლია ერთი რამ, რაც ამ ყველაფერს შეკრავს და დააგვირგვინებს, ერთგვარი მარწყვი. სხვა რა შეიძლება იყოს ეს მარწყვი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, თუ არა განდიდების, ვითხოვდი მსოფლიო ბატონობის ილუზია. დიახ, აქაც სტალინი. გვეუბნებიან, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია სტალინმა დაუბრუნაო. თურმე ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა არა ქართულმა ეკლესიამ 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, არამედ აჩუკა სტალინმა 1953 წელს. რატომ ახსენებენ სტალინს? მაშინ როცა საბჭოთა კავშირი თავიდანვე იყო ათეისტური სახელმწიფო. 1920-იან 30-იან წლებში ეკლესია ფაქტობრივად განადგურების ზღვარზე მიიყვანეს. ათასობით ტაძარი დაიხურა ან განადგურდა. სასულიერო პირები იდევნებოდნენ, იჭერდნენ, ასამართლებდნენ. მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ასობით ეკლესია და მონასტერი გაუქმდა საქართველოში. და ამას ამატებენ კიდევ ერთ მითს. სტალინმა
ამის შესახებ არ იცოდაო. რეალობა კი ისაა, რომ საბჭოთა სისტემა იყო მკაცრად ცენტრალიზებული. ასეთი მასშტაბის რეპრესიები და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ მოხდებოდა სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის ცოდნის გარეშე. პირიქით, ეს იყო სისტემური პოლიტიკა. ვითარება შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა სტალინს დასჭირდა საზოგადოების მობილიზება, საჭირო გახდა ერთიანობის განცდა და იდეოლოგიური მხარდაჭერა და სწორედ ამ დროს დაიწყო ეკლესიის გამოყენება. 1942-53 წლებში სახელმწიფომ დაუშვა ეკლესიის ნაწილობრივი აღდგენა, მოსკოვის პატრიარქატის ფუნქციონირება და გარკვეული ლეგალიზაცია სხვა ეკლესიებისათვის, მათ შორის ქართული ეკლესიისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავდა თავისუფლებას, ეს ნიშნავდა კონტროლს. ეკლესია აღმოჩნდა სახელმწიფო სისტემის ქვეშ, არსებობდა სპეციალური სტრუქტურები, რომლებიც აკონტროლებდნენ მის საქმიანობას და იყენებდნენ მას პოლიტიკურ მიზნებისთვის. რეალურად მოხდა არა ავტოკეფალიის დაბრუნება, არამედ ეკლესიის ჩართვა საბჭოთა სისტემაში. ამიტომ, როცა ამბობენ, რომ სტალინმა დაგვიბრუნა ეკლესიის თავისუფლება, ან რომ მან არ იცოდა რეპრესიების შესახებ, ეს არის დიდი ტყუილი. რეალურად კი ეკლესია ჯერ განადგურდა, შემდეგ კი გამოყენებული იქნა როგორც ინსტრუმენტი. დღეს ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება საქართველოს ახალი პატრიარქი. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, სხვადასხვა მოლოდინი და აშკარად იგრძნობა, რომ სხვადასხვა ძალები ცდილობენ ამ პროცესზე გავლენის მოხდენას. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობდა და დღესაც ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა საქართველოს ეკლესიაზე და ეკლესიის გავლით ქართულ საზოგადოებაზე. ამიტომ რა მიმართულებით წავა ეს პროცესი, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ერთია მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან ის, რასაც დღეს ვხედავთ, არ არის მხოლოდ ისტორიის ან თეოლოგიის საკითხი. ეს არის გავლენის, არჩევანის და მომავლის საკითხი. და რაც უფრო კარგად გვესმის, როგორ მუშაობს ეს პროცესები, მით უფრო რთულია მათი გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ. პროპაგანდის ამოცნობა ჩვენი თავდაცვაა. ეს იყო პროპაგანდის წინააღმდეგ მესამე ეპიზოდი. გმადლობთ, რომ გვიყურებთ და აქტიურობთ. გამოიწერეთ მისმინე YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. შეხვდებით მომდევნო კვირას, ტრადიციულად ორშაბათს 22 საათზე.